გამარჯობათ. Როგორც უკვე გითხარით, დასრულდა 90-იანების ეპოქა. ანუ ის არ დასრულებულა 2000 წელს, ის დასრულდა პატრიარქის გარდაცვალებასთან ერთად. და მგონი უკვე საკმაოდ კარგი ასაკვი გვაქვს. 90-იანებიდან დღემდე 36 წელი გავიდა და ცოტა აზროვნება უნდა ვისწავლოთ. რამოდენიმე სიუჟეტი ნახე. ვიღაც ქალბატონი არის ტრეილერის მძღოლი და იქ ქართველებს როგორც ჩვევიათ შრომელი გოგო და ზოგი აი შენ გენაცვალე და რა. გილოცავთ ქართველებო. ქართველი ქალი გახდა შოფერი. ხო, არაფერი საწინააღმდეგო ამ პროფესიასთან არ მაქვს და ვინც ვერ გაიგეთ გაყინული ტვინებით კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ამ წინადადებას. ქართველი ქალი გახდა შოფერი. და თუ ეს არის ის დასავლური ფასეულობები, ის ქალთა უფლებები და ასე შემდეგ, მე არ მინდა. მე ესეთი ფასეულობები და ესეთი დასავლეთი და ესეთი საქართველო საერთოდ არ მინდა. ისევ ის საბჭოთა კავშირი მირჩევნია, როდესაც ოჯახი ოჯახს გავდა, ყველა სამსახური ჰქონდა, დედა შვილებთან იყო და ასე შემდეგ. მე მინდა გავიხსენო ერთი ვიდეო, სადაც ბერძენიშვილი ამბობს, რომ სანამ ერეკლე მეორე არ იქნება გამოცხადებული ერის მოღალატედ, მანამდე არაფერი არ გვეშველება. სტალინის გამოცხადება ერის მოღალატედ მოახერხეს, ძეგლი აიღეს სტალინის, მადლობა ღმერთს ერეკლე მეორეს ძეგლი დადგეს და სტალინის ძეგლიც აუცილებლად უნდა აღდგეს იქ, სადაც ის იყო და თბილისშიდაც უნდა დადგეს სტალინის ძეგლი აუცილებლად. ძალიან კარგია, რომ ერეკლე მეორეს ძეგლი დადგა და აუცილებლად უნდა დადგეს სტალინის ძეგლიც. მე უკვე გესაუბრეთ, როდესაც აგენტებზე მქონდა საუბარი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სასურველია, რაც უფრო ნიჭიერი, განათლებული და მოსაუბრე ადამიანები იქნებიან მათი აგენტები და ამას ისინი ცდილობენ, აღწევენ კიდევაც. აგენტი მარტო ის არ არის, ვინც რელსებზე ნაღმს დადებს. ესეთი აგენტებიც საჭიროა, რასაკვირველია. მაგრამ რაც უფრო დიდ მასას აიყოლიებ ხალხის, მით უფრო კარგია უცხო ქვეყნის დაზვერვისთვის. მე უკვე ვთქვი, რომ დრო ავიფიქროთ როგორც სრულწლოვანმა ადამიანებმა, განათლებულებმა და სხვადასხვა ჯურის ნაძირალას არ ავყვეთ. სხვა სიტყვასაც ვიტყოდი, მაგრამ იმ ხალხისგან განსხვავებით, რომელიც ბილდ სიტყვაობს და პირდაპირ ესე იგი აკოპირებს რუსულ აწერშინას, რუსულად ვიტყვი. და ამავე დროს ვითომ რო კითხო რაღაც ქართული ფასეულობებით არის ესე იგი გაჟღენთილი და სინამდვილეში თვითონ ყველაზე მეტად გავს რუს და იმ ბილდ სიტყვაობას, რომელიც მოედინება გინდათ რუსული YouTube-დან, გინდათ მათი ყოველდღიური ყოფაცხოვრებიდან. და ეს ხალხი, ეს ახალგაზრდობა ამბობს, რომ ისინი რაღაც ქართულ და ევროპულ ფასეულობებში, თუ ეს არის ევროპული ფასეულობა, რომ ქალი იყოს შოფერი და ჩვენ პატივი არცეთ უფროს ადამიანებს, ქალებს არცეთ პატივი, მაშინ მე ესეთი ევროპული ფასეულობები არ მინდა არანაირად. და ზოგადად, რატო უნდა გინდოდეს ფასეულობები, როდესაც შენ მათზე უფრო მეტად აღმატებული ფასეულობები გაქვს და კულტურულად უფრო მაღალ დონეზე დგახარ. იგივე ქალბატონებთან დაკავშირებით, ქალების უფლებები აქ ხალხს ესმის კვოტირებით პარლამენტში. იქ ვიღაც დეპუტატად დაჯდეს. ჯერ ეს დიდი შეურაცხყოფაა ქალბატონებისთვის, იმიტომ რომ რატო უნდა იყოს კვოტირებით ვინმე სადმე, თუ მათ შეუძლიათ თავისი აზროვნებით, ჭერმეტყველებით მოხიბლონ საქართველოს მოსახლეობა და აიღონ, ასე ვთქვათ, თავის
თავზე პასუხისგებლობა უფრო მეტი რატო უნდა იყოს კვოტირებით მე არ მესმის. რატო ვზღუდავთ ჩვენ ეს პირიქით ქალთა უფლებების დარღვევაა, ხო? შენ ზღუდავ ქალბატონებს, რომ ისინი იყვნენ 90% პარლამენტში, ხო? რატო უნდა იყოს მაგალითად 10%? მე ეს არ მესმის ზოგადად. კარგით, დავანებოთ თავი და ვისაუბროთ იმაზე, შევძლებთ თუ არა ჩვენ ევროპასთან ურთიერთობას. მე მგონია, რომ ვერ შევძლებთ და მაგალითი არის უკრაინა. მე უკვე უკრაინაზე გესაუბრეთ. უკრაინა ევროპის უდიდესი ქვეყანაა, ტერიტორიულად ყველაზე დიდი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე პერსპექტიული. ანუ უკრაინის პერსპექტივა იყო უფრო დიდი, ვიდრე იგივე საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის 15-20 წელიწადში, 30 წელიწადში უკრაინა იქნებოდა ევროპის ლიდერი ქვეყანა. თქვენც ადვილად მიხვდებით ამას, თუ ზოგადად აზროვნება შეგიძლიათ, ანალიზი შეგიძლიათ, რა უქნეს უკრაინას, ხედავთ, ხო? თუ იმას გონია, რომ რუსეთი დამოუკიდებლად და ესე იგი ნებართვის გარეშე შეიჭრა უკრაინაში და აწარმოებს ომს, რა ვიცი, ძალიან მეწოდებით ესეთი ადამიანები რა. ჯერ ერთი ჩემთვის ზოგადად გაუგებარია, ესეთი ადამიანები არიან ისინი, ვინც დასცინის რუსეთს, იგივე შეიარაღებაზე, იგივე რა ვიცი, ყველაფერზე დასცინის რუსეთს. რასაკვირველია, რუსეთის მდგომარეობა არის დაკნინებული და მისი შეიარაღება ახლოსაც ვერ მივა ნატოსთან. მაგრამ ეს იგივე ხალხი, რომელიც დასცინის რუსეთს და მეორე წუთს აცხადებს, რომ რუსეთი არის მსოფლიოს ბოროტება და ესე შეუძლია შეიჭრა საქართველოში, რა ვიცი, უკრაინაში, კიდე სადაც მოუნდება, სირიაში წავიდეს, აფრიკაში შეიჭრას და ასე შემდეგ. ეს ცოტა არ მოდის დახვედრაში ერთმანეთთან, იმიტომ რომ თუ ჩამორჩენილია და არაფერი არ შეუძლია, მაშინ როგორ შეუძლია მსოფლიო ატეროროს, ხო? ანუ აქ ორმაგ სტანდარტებთან მივდივართ ისევ. ანუ ვიღაცას აწყობს იგივე იმ მსოფლიოში, იგივე იმ ძლიერ ქვეყნებს შორის, რომ რუსეთი ასე მოიქცეს, ხო? რუსეთს აძლევენ ამის საშუალებას და ამის ნებას, ხო ესეა რა? უკვე რამოდენიმეჯერ თქვი, რომ ერთი დღით რო შეწყვიტონ რუსეთთან, ესე იგი, ეკონომიური ურთიერთობა, რუსეთი დაინგრევა. გავიდა ეს საბურავების ერთი მწარმოებელი და შემოვიდა მისი შვილობილი კომპანია, ან სულ ერთია რა. ანუ ერთი და იგივე წრეზე რო არ ვიაროთ, ევროპა არავის არ გაახარებს, არავის არ გაუშვებს წინ. ეს არის გამორიცხული, თუ ევროპაში იქნები მათი მოსამსახურე. ახლა უკრაინა გადაიქცევა ევროპის მოსამსახურედ, სანტექნიკოსებად. შეიძლება ვიღაცამ რაღაც მიაღწიოს, კი ბატონო, ერთი ნაცნობი მყავს ექიმი, გერმანიაში მუშაობს. ჩვეულებრივად იგივე ხელფასი მაქვს, რაც აქ გერმანელებს და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო, ინდივიდუალურად ვიღაცას რაღაცას მიაღწევს, ვინ გითხრათ, რომ ექიმობა ყველაზე სანატრელი პროფესია არის, უდიდესი შრომაა და დაუფასებელი ამერიკაშიდაც და რა ვიცი, იგივე გერმანიაშიდაც იმ ფონზე, როდესაც ფეხბურთელებს მილიონებს უხდიან, არ ვარ ფეხბურთის მოწინააღმდეგე, მაგრამ ზოგადად გეუბნებით, ექიმი, როდესაც ყოველ დღე სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ქვეყნის ექიმები სიცოცხლეს ახანგრძლივებენ და ადამიანს, ესე იგი, ჩუქნიან სიცოცხლეს, ამაზე უფრო დიდი რა უნდა იყოს, ხო? მაგრამ მათი ხელფასები 1%-იც არ არის იმ ხელფასებისა, რაც აქვს მაგათაც იგივე ფეხბურთელს, ხო? ამიტომ ექიმობა დაუფასებელია იქაც და ესე იგი შენ რო ხარ იქ ექიმი, ეს ნიშნავს, რომ გერმანელს არ უღირს ექიმად მუშაობა და არა იმიტომ, რომ შენ გახდი იმის თანასწორი და ასე შემდეგ, ხო? შენ ვერ გახდი მაგის თანასწორი, შენ მუშაობ იმ ესე იგი პროფესიებში და იმ ადგილას, სადაც ადგილობრივი არ მუშაობს
და არ უღირს მუშაობა. ისინი მუშაობენ სხვა სფეროებში, სადაც უფრო ნაკლები დატვირთვა, უფრთხილდებიან თავის ჯანმრთელობას, ნერვებს უფრთხილდებიან და შესაბამისად კარგ ხელფასებსაც იღებენ, ხო? ასე რომ ბავშვობა დამთავრდა უკვე კარგა ხანია, მაგრამ რატომღაც ამას ვერ ვაცნობიერებდით. იმედია უწმინდეს გარდაცვალება ამის შეგნებას და გაგებას დააჩქარებს, რომ დროა უფრო ვიაზროვნოთ და მეტი ფიქრი და აზროვნება გვჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოეწყოს ეს ქვეყანა და როგორ გახდეს ის ღირსეული და ქართველებს არ გვეხაროდეს ჩვენი ქალების შოფრობა. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.